თქვენ ალბათ წაიკითხავთ თავად ახალ აღთქმაში არის მუხლები, ნუ ყოველი მოძღვრათო. არამედ მოგეცათ მოძღვრება. და თქვენი სარწმუნოების მიმდევრები დადიან და მოძღვრავენ ასე ქუჩა-ქუჩა, იქ სადაც მრევლი კარგახანია დაწყურებულია, როგორც თქვენ ძანით, ყველა სული დაწყურებულია, უფალი რომ შეიმეცნოს. დაწყურებულია, მაგრამ ეს წყურვილი ამ მრევლისათვის არავის არ მოუკლია. აი თქვენი მრევლი პირველად იგდებს ხელში ისეთ ადამიანს, რომელმაც საერთოდ არაფერი არ იცის ამ რელიგიის შესახებ და ადვილად ახერხებს მის ცუდუნებას. და უფალთან თამაში, ეს არის ცეცხლთან თამაში, თვითონ ბიბლიაშივე წერია ეს მუხლები, თქვენ იცით. და აი თქვენ თამაშობთ. და ეხლა თქვენ გვეუბნებით წყარად ვიყოთ. აი გამეცით მაშინ პასუხი შეკითხვაზე. არის თუ არა მაცხოვრის მიერ დადგინებული სამღვდელოება დასამწყემსავად ერისა, მორწმუნე ერისა, რომელიც ეკუთვნის უფალს. ჩვენი წამსი და ჩვენი შეხედულება. წამსი კი არ გვაინტერესებს. ჩვენ ბიბლიის მიხედვით, სახარების ახალი აღთქმის მიხედვით არის თუ არა დადგენილი სამღვდელოება დასამწყემსავად მორწმუნე ერისა. აი ეს გვაინტერესებს ჩვენ. ერთი კონკრეტული ან ხო ან არა, აი თვითონ მაცხოვარი ამბობს, უპასუხეთ ან ხო ან არა. თქვენ ვიპასუხეთ, არა ან ხო. ბიბლია არის ყველასათვის, მე ვფიქრობ და ამიტომ ვისაც წმენა და სურს ბიბლიური შემეცნება ჰქონდეს, მისთვის აუცილებელია ვფიქრობ ბიბლიის შესწავლა და მე არ ვფიქრობ იმას, რომ ამ შემთხვევაში ამითი შეიძლება ითქვას ვიღაცას ვართმევ რაღაცის უფლებას. მე ეს პირადი ჩემი უფლებაა, რომ შევისწავლო ბიბლია და გარკვეული ჩემი შეხედულება მქონდეს, ამიტომ მე სულაც არ ვფიქრობ იმას, რომ ამითი ვინმე წავართვა რაიმე უფლება. არა, მე თქვენ კითხვას მე გისვამთ შეკითხვას. სამღვდელოება თქვენ რაც შეისწავლეთ ბიბლია, უკვე საკმარისია თუ ერთხელ მაინც წაკითხული გაქვთ თლიანად ბიბლია, თქვენთვის საკმარისია უკვე გამცეთ ამ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხი, რომ სამღვდელოება დაადგინა თუ არა უფალმა დასამწყემსავად მორწმუნე ერისა და საერთოდ აი ეს ეპისკოპოსები, დიაკვნები და ხუცესები დადგინებული არიან თუ არა უფლის მიერ და მოციქულების მიერ არიან თუ არა ხელდასხმულები. აი ამ კონკრეტულ შეკითხვაზე მინდა პასუხი გამცეთ და რატომ? ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი იმიტომ რომ მე თქვენი მოწმეების ქადაგები და როდესაც დადიან თქვენი მოწმეები და ქადაგებენ ასეთ ქადაგებას ამბობენ, რომ აი მაცხოვარმა გააუქმა სამღვდელოება, აი მაცხოვარმა შეაჩვენა ყველა ფარისევლები, მღვდლები, წიგნობრები და ესეთი ქადაგებას იმაშობენ. ესე იგი უარყოფენ საერთოდ სამღვდელოებას და მე აი მაინტერესებს კონკრეტული შეკითხვა თქვენ. თქვენ ეხლა ნუ იცილებთ შეკითხვას. შეკითხვაზე გამესით, ან ხო, ან არა. არ შეიძლება ამ ორი სიტყვიდან ერთ-ერთი თქვა. დაადგინა მაცხოვარმა თუ არა სამღვდელოება სამწყემსავად ერისა. მე მინდა ასეთი პასუხი გაქცეთ, რომ შეკითხვაზე შეიძლება პასუხი გავცეთ. თქვენ გინდათ რომ მიიღოთ ასეთი კონკრეტული პასუხი, ხო ან არა. რა თქმა უნდა. მე ასეთ პასუხს ვერ მოგცემთ, იმიტომ რომ მე მინდა გითხრათ ასეთი რამ, რომ ბიბლია იძლევა შემეცნებას და ამ შემეცნებიდან გამომდინარე ადამიანს მე ვფიქრობ აქვს უფლება იმისი, რომ მან საკუთარი წამსი შეიქმნას. ამიტომ თქვენ არიდებთ ამ შეკითხვას პასუხს. მე მინდა გითხრათ, რომ ის დანიშნულება, რომელიც ქადაგებლებს უნდა ჰქონდეს და უკადაგონ ყველას, ეს ბიბლიაშია გადმოცემული, ამიტომ მე ამ შეკითხვას შეიძლება ასეთი სახით უპასუხო. პირველი, წადით დაასწავლეთ ყველა ხალხებს და გასაგებია ამასთან დაკავშირებით ამავე დროს ამას წინ უნდა უძღოდეს ნათლობა, რომ მიძღვნილი პიროვნება იყოს და ამავე დროს თქვენ არიდებთ შეკითხვას პასუხს. მაშინ ახლა თქვენ ახლა არ გცემთ პასუხს. იაკო, მაშინ ჩვენ ახალი აღთქმით თვითონ გავცეთ პასუხი ამ შეკითხვას, რომ თვითონ ახალ აღთქმაში უფალი აღდგენს და მოციქული პავლე თვითონ ასხამს ხელს ეპისკოპოსებს, იმ უხს წაიკითხავს და ასხამს ხელს ეპისკოპოსებს, ხუცესებს და დიაკვნებს. ადგენს თვითონ უპირველეს ყოვლისა. აი ეს გავსაზღვროთ და მე თქვენ ამ უხს დაეთანხმებით, ან არ დაეთანხმებით და თუ თქვენ ამ უხს არ დაეთანხმებით, ესე იგი არ ეთანხმებით ახალ აღთქმას და რატომ ვაქადაგებთ იმ წიგნით, რომელიც თქვენ გიჭირავთ ხელში და ამბობთ, რომ მართლები ვართ და ამ წიგნს ვეუხრობთ. აი, იაკო, მინდა ეს ესე იგი, საქმე რაშია, რომ ძველი აღთქმის მღვდლობა ახალი აღთქმის მღვდელთავრის მიერ შეცვლილი იქნა. თუ ეს დაპირისპირება არ არის, რა არის მაშინ? კეთეთ. მაგალითად ამ შემთხვევაში მე
მე არ ვცემ თქვენ პასუხს. თქვენ რო გავცეთ პატიოსთან პასუხი აღარ დამჭირდება ნახო, რა. ეს რომ გათხოვეთ შენ. ეს არა თქვენ ფიქრობთ რომ პასუხი უნდა გაქცეთ და ამავე დროს ავიღოთ ჩემს პასუხისგებლობაზე ის რომ მაგალითად ის უფლებები გავანაწილო მე და თქვენ მოგცეთ ამის უფლება და მე არ მესმის ეს. მაყურებელს გაეცით პასუხი. არსებობს ეპისკოპოსი და იერარქია სამღვდელო. მაყურებელი უნდა ენდოს თუ არა ამ იმას, უნდა ირწმუნოს თუ არა ამ იერარქიაზე. არსებობს აგერ კონკრეტული ფაქტი მე ბიბლიიდან. არსებობს შემეცნება რომელსაც ქვია რა არის ეს შემეცნება გაგვიმართეთ ბიბლია რომელიდანაც მომდინარეობს ჭეშმარიტების შემეცნება და მე ეს მწამს ასე და ამ შემეცნების მიღების შემდეგ მწამს რომ პიროვნებას შეუძლია მეუძღვნას ღმერთს თავი და შემდეგ ის გახდეს ქადაგებელი ანუ მას შეუძლია ესე იგი ასევე ეს შემეცნება გასაგებია მაგრამ მე მაგალითად სხვა აზრი აქვს რომ ჩემი მხრიდან ჩემს თავზე ავიღო რაღაც პასუხისმგებლობა მე ამისი კი არა ხარ ჩვენი მხრიდან მე ვთქვი ეს რომ ესე იგი პიროვნება რომელიც მიიღებს შემეცნებას ბიბლიიდან მოინათლება მეუძღვნის ღმერთს თავს მას შეუძლია ესე ასწავლოს სხვებს და ამბობს რომ წადით და ასწავლეთ ყველა ხალხს კი ბატონო წადით და ასწავლეთ თქვენ მართალძალებს მაგას კი არ გეუბნებით მე გეუბნებით ეპისკოპოსი დაადგინა თუ არა და მღვდელი და ხუცესი დაადგინა თუ არა მაცხოვარმა ყველა მრავალი სხვათა შორის რელიგია არსებობს რამდენადაც მე ვიცი და ალბათ თქვენს დამეთანხმებით ამაში, ამიტომ ყველა რელიგიას თავისი შეიძლება შინაგანა წესი აქვს. მე არ მინდა თქვენ შინაგანა წესს არანაირი სახით მე ამაზე ლაბარაკი. ეს ჩვენი არ არის. ამიტომ რომ მე მაგალითად თქვენი შინაგანა წესია, ჩვენი ბიბლია რო შეიძლება მოჩემოც, იმ ბიბლიის შინაგანა წესია, ჩვენი კი არა. და ამ ბიბლიას მე მაგალითად პირადად ნამდვილად გეტყვით რომ აი ამ ბიბლიის შემეცნებიდან გამომდინარე მინდა რომ ვიმოქმედო და ვიცხოვრო ამ ბიბლიის შესაბამისად და ამიტომ ამ შემთხვევაში მე გოგიტასთან მინდა გოგიტას კი უთხარი რომ ეს გამოიწვევდა ასეთ საუბარს ამიტომ მე არ მინდა რომ რა თქმა უნდა მე არანაირ შემთხვევაში იმ შინაგანა წესს არც უფლება მოსილი ვარ შევეხო ამიტომ მე არ ვიცი თქვენ როგორ ფიქრობთ მაგრამ მე მინდა რომ აქ ჩემი საუბარი შევწყვიტო იმიტომ რომ მე აქ გამომივიდა ის თქვენი შეკითხვიდან გამომდინარე რომ ის შინაგანა წესები რომელიც თქვენია პირადად და თქვენს უფლებას წარმოადგენს თქვენს უფლებას ამ შემთხვევაში არ ვაბუნდოვნებ იმიტომ რომ თქვენ მართლაც ბიბლიის შინაგანა წესია და მე მინდა რომ ესე იგი აქ მე ამ შემთხვევაში აი ამ სადისკუსიოდ არ გავხადო ეს საგანი და თავი შევიკავო იმისაგან რომ რაღაცნაირად აი გინდა თუ არა უფლება ჩვენ შევეცდებით რომ აღარ იყოს გასაგებია თქვენ რაც ალბათ მე ამით შემიძლია ის თქვა რომ ნამდვილად გოგიტას დიდი მადლობა მოუხადო და მე შემიძლია ამავე დროს დაგემშვიდობოთ იმიტომ რომ დაგემშვიდობოთ იმიტომ რომ ფაქტიურად ეხლა მე გეტყვით მაშინ გარანტიები ჩემგან არ ყოფილა მე გითხარით მე მივიდივარ ესე და თქვენზე მე თქვენი პასუხის ბატონო ნოდარ გავიცი რომ თქვენ თანახმა იყავით დისკუსიას მე გოგიტამ მოკლედ მე ისიც გითხარი შეუძლია ელაპარაკოთ გამოიწვით რომ არ გავცემ პასუხს ან გავცემ მოკლედ აი ესეთი რა ჩემი მინდა მე მგონი რა მაინტრიგებელი აქ არ ყოფილა მაგრამ თუ ნებას მომცემთ მინდა გადაცემა გავაგრძელო ოღონდ დავიწყებ მე ჩემი კითხვები და თუ რა მე უკვე არ მსურს რომ ნამდვილად ესე იგი ასე გაგრძელდეს ეს საუბარი და მე მინდა თავი შევიკავო არ მინდა შევეხო თქვენს შინაგანა წესს არანაირი ამის უფლება ჩემთვის არავის არ მოუწია არავის არ აქვს ჩვენ შინაგანა წესი არ აქვს ბატონო ჩვენ არაფერი დაფარული ორგანიზაცია და რაღაც მაფიური ორგანიზაცია არ ვართ რომ შინაგანა წესი გქონდეს თქვენ თუ გაქვთ შინაგანა წესები კი ბატონო მე აგერ წავიკითხავ უკაცრავად